მიმდინარეობს ელექტროკარატის ორდონიანი ელექტროკარატის აწყობა და გაჩვენებთ თანმიმდევრულად თუ რა თანმიმდევრულად მიმდინარეობს ამომრჩევლების მონტაჟი. ასევე წარმოგიდგენთ უკრაინული ელექტროკომპანიის წარმოებულ ზუბრის ფაზურ ცველს, ფაზურ რელეს, რომელიც არის მაღალი სტანდარტის და აქვს მას 5 წლიანი გარანტია. ეს არის დიორის ტიპის ფაზური რელე, მრავალფუნქციური, მას აქვს ფუნქცია არეგულიროს ძაბვა, მინიმალური ქვედაზღვარი 100-დან 200 ვოლტამდე, ხოლო ზედაზღვარი 220-დან 280 ვოლტამდე. თქვენ შეგიძლიათ მასში ქარხნული პარამეტრებში ცვლილებების შეტანა. მას აქვს ფუნქცია ავტომატური ამომრჩევლის მსგავსად გათიშოს ქსელი იმ შემთხვევაში თუ მითითებულ პარამეტრებში მითითებულ ზღვრებს გადააჭარბებს ქსელში ძაბვა. ასევე ზურბის მთავარი ღირსება ეს არის სისწრაფე 0.03 წამში აღმოჩენიდან დარღვევის აღმოჩენიდან ის მთლიანად ქსელს გათიშავს. ზურბი არის ორიგინალი უკრაინული წარმოების ფაზური რელე და მისი ინსტალაციის პრინციპი არის შემდეგი. პირველი, ჩვენ ვაყენებთ შემსვლელზე ჩვეულებრივ MCB ავტომატურ ამომრჩევლს 2 პოლუსა 63 ამპერიანს, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ხოლო მის შემდეგ უკვე დგება ფაზური ცველი. ფაზური ცველიდან გამოსული უკვე რეგულირებული ელექტროენერგია მიდის დიფერენციალურში, ხოლო დიფერენციალურიდან ის თანაბრად განაწილდება მთელ ქსელში. ახლა რაც შეეხება მის ქარხნულ ინსტალაციას, ნახოთ სურათზე როგორ გამოიყენება ქარხნული ინსტალაცია და შემდგომში ვისაუბროთ მის ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ღირსებაზე, რაც ჩვენ აუცილებლად გამოგვადგება ელექტროქსელის აწყობის დროს. მე რეკომენდაციას უწევ ზურბს და შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ თქვენი ელექტროქსელის აწყობის დროს. ეს არის უკვე ზურბის ფაზური მცველის ქარხნული ინსტალაციის ვიზუალური სქემა და ზუსტად ამ თანმიმდევრობით უნდა იყოს თქვენ ქსელში ის აწყობილი.